Ღვთისათა და ღვთისათა და წმინდისა სულისათა. ვაგრძელებთ თხრობას ღირსი მამის წმინდა ღვთისმთავრის თეოფანე დაყუდებულის სიტყვის ცხონების შესახებ. როცა ვინმე უკიდურეს გაჭირვებაშია და იპოვის მითითებას გამოსავალსა და თავშესაფარზე, როგორი მონდომებით და მოშურნეობით ჩაეჭიდება მას. ასეა ჩვენი სულიც. ყურად იღებს რა კეთილ უწყებას, რომ ხსნა უფალშია, მთელი ძალით შეეკრვის მას. კეთილად მსასუებელი და გამზადებული იმისთვის, რომ ყველაფერი გააკეთოს, ოღონდაც კი სახარებისეული სიკეთეების თანაზმოზიარე გახდეს. ასეთი განწყობილება ჩვენი სულისა განამზადებს მას ღმერთთან ერთობისათვის და სულიწმინდის მადლი, რომელიც აქამდე გარედან მოქმედებდა, შეგვაგონებდა და გვაფხიზლებდა, კვიდრდება ჩვენს შიგნით, მაგრამ არა პირდაპირ უშუალოდ, არამედ საიდუმლოებების მეშვეობით. მორწმუნე ნანობს, ინათლება და იღებს სულიწმინდის ნიჭს. სწორედ ეს არის ღმერთთან თანაზიარება, ცოცხალი და ქმედითი. ღმერთთან თანაზიარების ეს საქმე მეტად თვალსაჩინო იყო წმინდა მოციქულების თავდაპირველი ქადაგების დროს. ასე იყო მათ შემდეგაც და ასეა დღემდე, როცა ჩვენი მხრიდან ყოველივე ამასთან დაკავშირებული აღესრულება ჯეროვნად. მართლობენ საღმრთო სული, როდი აღასრულებს ყველაფერს, რაღაცა ჩვენგანაც არის საჭირო და ეს რაღაცა საკმაოდ მნიშვნელოვანია. საღმრთო სული აღუგზავნებს, კეთილ უწყებით მიგვითითებს, თუ რა ვაკეთოთ. ეს ღმერთისაგანაა, მაგრამ ამის შემდეგ ღმერთი ჩერდება და ჩვენს ნებაყოფილობით გადაწყვეტილებას ელოდება. თავისი თავდაპირველი მოქმედებებით ღმერთი თითქოს გვეკითხება, გინდა გასაჭირიდან გამოხვიდე, აი ეს გააკეთე. ეს მომენტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თუ ადამიანი მითითებას დაეთანხმება, საღმრთო მადლის შემდგომი მოქმედების კარს ხსნის და შემდეგ მადლს იგი შეჰყავს ცხონებულთა სამკვიდრებელში. თუ არ დაეთანხმება, ამით ის მადლის შემდგომ მოქმედებას აჩერებს და ასეთი ადამიანი რჩება მათ შორის, ვინც იღუპება. მოციქული პავლე არიოპაგში ქადაგებს წმინდა დიონისე და კიდევ რამდენიმე ადამიანი ქადაგების შემდეგ მას მისდევენ და ინათლებიან. ხოლო დანარჩენთაგან ერთი ამბობს, ნეტავ რას ვასწავლის, ეს ამაოდ მეტყველი. სხვა კი სხვა დროს მოდი და მოგისმენთო. ღმერთი ცხონებას არავის აიძულებს, არამედ სთავაზობს, აირჩიოს და მხოლოდ მას, ვინც ცხონებას აირჩევს, აცხოვნებს. ამ საქმეში ჩვენი თავისუფალი ნების თანამონაწილეობის საჭიროება რომ არ ყოფილიყო, ღმერთი ყველას წამის ერთ გაელვებაში აცხოვნებდა, რადგან მას ყველას ცხონება სურს და მაშინ საერთოდაც აღარ იქნებოდნენ წარწმედულნი. ჩვენი თავისუფალი ნება კი ყოველთვის არ არის გონიერი, ჯიუტობს და თვით ღმერთსაც კი არ უსმენს და აი ვიღუპებით. მას კეთილინებეთ, დაინახოთ თავისუფალი ნების თანამონაწილეობის ეს მომენტი. ის ყოველთვის უნდა არსებობდეს ყოველ სულში, რომელიც ცხონების გზაზე მავალთა რიცხვშია. ცხონების საქმეში ჩვენი თავისუფალი ნების თანამონაწილეობა შემდეგი მოქმედებებისაგან შედგება. როცა ადამიანში მადლი მდგომარეობის უკიდურესობის შეგრძნებას აღძრავს
ხოლო კეთილი უწყება უჩვენებს გამოსავალს ამ მდგომარეობიდან, მაშინ მან გასაჭირის გრძნობას უნდა მიუმატოს შეგნება იმისა, რომ ყველაფერში თვითონაა დამნაშავე და ეს უნდა შეინანოს. უნდა სჯეროდეს, რომ ცხონების შემოთავაზებული სახე არის ქმედითი, შედეგიანი. მოინდომოს, რომ სწორედ ამ გზით ცხონდეს და ამისი კეთილი სასოება შეიძინოს, გამოიჩინოს სრული მზადყოფნა. მთელი მონდომებით აკეთოს ყველაფერი, რაც ცხონების პირობად იქნება მითითებული. როცა ჩვენ სულში ეს ყველაფერი მოხდება, იზღა იქნება საჭირო, რომ საიდუმლოებებს მიმართოთ და ღმერთთან თანაზიარება შედგება. შევაჯამოთ ყოველივე ადამიანმა აჩვენა სინამდვილე, მოინდომა უფლის მიერი ცხონება და ამისი კეთილი სასოება შეიძინა. ეს არის ქმედებები მონანულთა. ისინი ხდება შინაგანად და შინაგანი გამოხატვა მათთვის საკმარისია. ხოლო ქმედება მზადყოფნა, რომ გააკეთოს ყველაფერი, რაც მოეთხოვება, ეს არის ცხონებისათვის საჭირო ჭეშმარიტად ქმედითი ძალა. ვინაიდან ეს ჩვენზეა დამოკიდებული და ის არის წყარო მაცხოვრებელი მოღვაწეობისა და საუკუნო ცხონებისა. ეს მზადყოფნა სანამ მარტო ჩვენგან ვლინდება, სუსტია, ხოლო როცა ღმრთის მადლი ჩვენ შიგნით დამკვიდრდება, მაშინ ის ხდება ყოვლად ძლიერი. ვეღარაფერი დააბრკოლებს და ყოველივეს გადალახავს. ის იქცევა მოუკლებელ მოშურნეობად ღმრთის სათნოყოფისა და ღმრთის ნების მთელი გულმოდგინებით აღსრულებისათვის, რასაც თან ახლავს უფლისადმი სრული რწმენა და ის კეთილი სასოება, რომ ცხონება მხოლოდ და მხოლოდ ღმერთთან ერთობაშია. ეს მზადყოფნა აღასრულებს უფლის მიერ წინა საუკუნეთა შინა განსაზღვრულს, რომ ვიყვნენ ჩვენ წმინდა და უბიწო წინაშე მისსა სიყვარულით, რისთვისაც ის ჩვენ ყოფს მობაძავ კეთილთა საქმეთა. მე განგებ შევაჩერებ თქვენს ყურადღებას ამ მოშურნეობაზე, რათა თქვენ მთელი გულმოდგინებით მოინდომოთ იგი, რადგან როცა ჩვენ მას ჩვენი მხრიდან ვიჩენთ, მაშინ საღვთო მადლი თავის მხრივ არ დააყოვნებს, რომ ყველაფერი გააკეთოს გარდამეტებულად, ასე რომ როცა ჩვენი რწმენისა და ცხონების ძიების სფეროში ეს მოშურნეობა გაგვაჩნია, მაშინ ყოველივე გვაქვს და მაშინ საქმე ჩვენი ცხონებისა უეჭველად წინ მიდის და მიდის თავის დასასრულადმდე, ხოლო როცა ის არ გაგვაჩნია, მაშინ უკვე აღარც არაფერი გვაქვს. ვინც ცხონებისათვის არ მოშურნეობს, ის ცხონების თანაზიარი ვერ გახდება. აი ამიტომ სწორედ ღმერთს სურს, რომ ადამიანმა თვითონ იმოქმედოს სიცოცხლის დასასრულამდე. ეს სწორედ ამაშია თავისუფალი ნების გამოხატულება. ღმერთმა ჩვენ თვითონ მოგცა არჩევანის უფლება მოსილება, რომ ჩვენ გადავწყვეტოთ, ვიყოთ ღმერთთან თუ ვიყოთ ღმერთის გარეშე. აი ჩვენ ვხედავთ მარტივ მაგალითს ვიტყვი, რომ მოხუცებული ადამიანი, რომელიც ფეხზე ძლივს დადის, სადღაც შორიდან მოდის, რომ დაესწროს წირვას და ეზიაროს ქრისტეს სისსა და ხორცს. აი ქმედითი მაგალითი და მოშურნეობა იმისათვის, რომ ამ ადამიანს სურს ცხონება, გადარჩენა. და პირიქით, საპირისპირო, როცა ახალგაზრდა ადამიანი გულზე მჯიხს იკრავს და ამბობს, რომ მე მართლმადიდებელი ვარ და თვეობით ეკლესიას არ ეკარება. აი მაგალითი იმისა, რომ ეს ადამიანი არის ღმერთისაგან დაშორებული და მას არაფერი საერთო ღმერთთან არ გააჩნია.
ღმერთი მოქმედებს მადლი მისცა მიანიჭა ნათელღება მიანიჭა საშუალება იმისი რომ მოინანიოს იაროს ტაძარში ცხოვნების გზა აჩვენა მაგრამ მას არ უნდა ეს აი ორი მაგალითი ერთი გზა ცხოვნებისაკენ და მეორე გზა წარწმედისაკენ ღმერთმა ინებოს რომ თითოეული ადამიანი თავისი საკუთარი ნებით თავისუფალი ნებით დაადგეს ცხოვნების გზას მოშურნეობა თუ არ ექმნა ჩვენ ცხოვრებას ქმედითი უნარი საქმეები თუ არ იქნება უფლის წინაშე ჩვენებული ჩვენი მხოლოდ და მხოლოდ იმის აღიარება რომ ვართ მართლმადიდებლები არაფრის მომტანია უსარგებლოა სულისათვის სულის ცხოვნებისათვის ღმერთმა დაგლოცოთ და